იანგარი უფრო იმაზე დარდობდა, რომ პატივი ეცა, ყვარებოდა თან არ ეწყენინებინა. რა ტერმინიც არ უნდა იხმარო, მაგრამ უფრო ისადარდებდა, თუ როგორ აღიქვამდნენ მას ისლამი და მისი გუნდი, ვიდრე ის, რომ გასულიყო და ისინი დაემარცხებინა. ბრძოლის წინა პრესკონფერენციაზე ეს იანგარიმ დაიწყო. ისლამზე პირფერებოდა ქებასას ხამდა და ამბობდა ეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია. არავის მიუღწევია იმისთვის, რაც ამ კაცმა გააკეთაო. ისლამი კი მიკროფონს იღებს და ეუბნება, რომ მოკეტოს. რა მოხდა იქ? ისლამმა ვერ გაიგო. ისლამმა იცოდა, რომ პრესკონფერენციაზე ამ ტიპმა რაღაც თქვა. ხალხი ახმაურდა. ალბათ ცუდი თქვა. ვეთყვი რომ მოკეტოსო. ანუ არ იცოდა რა ხდებოდა. იანგარი იმ წამსვე ხვდება. მოიცა, ისლამს არასწორად ესმის ჩემი. ასე რომ იანი უკან იწევს, ისე რომ მიკროფონებს მიღმა გაიხედოს, უბრალოდ თვალებით კონტაქტი დაამყაროს ისლამთან და გააგებინოს. არა, კარგს ვამბობ, გულში მიზიხა, შენზე კარგ რაღაცეებს ვამბობო. თითქოს ჭირდებოდა, რომ მას ეს ცოდნოდა. და როცა ეს გააკეთა, ვივარაუდე, რომ ის უბრალოდ ისლამის განიარაღებას ცდილობდა. ცდილობდა მოტივაციის ეს ნაწილი გამოეცალა მისთვის. თუ ვერ შეძლებ ტიპის თავში შეძრომას და მისი იძულება საკუთარ თავში ეჭვი შეიტანოს, მაშინ მინდა იცოდეს, რომ შესაძლოა არც არის საჭირო ჩემი ასე სერიოზულად აღქმა, რადგან შენს დონეზეც კი არ ვარ. თითქოს ეს გარკვეული ტიპის განიარაღება იყო. რაღაც თამაში მიდიოდა, მაგრამ როცა ბრძოლა დაიწყო, ის კვლავ განაგრძობდა ისლამისგან აღიარების, მოწონების ძიებას. რაუნდებს აგებ, რაუნდები წავიდა, უკან ვერ დააბრუნებს. მორჩა, ეს უკვე ისტორიის წიგნებშია. ეს უკვე მიდის ისლამის საბანკო ანგარიშზე. თუ დასჭირდება გაანაღდებს, რასაც მსაჯები წყვეტე. გარი კი კვლავ მისგან აღიარებას ელის. არ ვიცი რა უთხრა იანგარიმ ისლამს, არ ვიცი რა უთხრა პირველად, მეორედ, არ ვიცი რა უთხრა ბოლოს, როცა ბრძოლა დასრულდა. წააგო და ძალიან უცნაურ მომენტში თავით თავთან მიუახლოვდა და გადაწყვიტა თბილი სიტყვები ეთქვა ტიპისთვის, რომელმაც 3 დღით ადრე ნათლად გააგებინა. შენი არ მესმის. ვერ ხვდები რას ამბობ. და ეს ხდებოდა რაუნდებს შორის. და ბრძოლის შემდეგ და პირისპირ. ეს იყო იანგარი, რომელიც ისლამს ეუბნებოდა. დღეს საღამოს პიცაზე მაინც მივდივართ? ეს უნდა გადალახო. და ეს რთულია, როცა ახალგაზრდა ბიჭი ხარ და შედიხარ სფეროში, სადაც სანამ თვითონ შეხვალ, ტელევიზორში უყურებდი ისეთ ტიპებს, როგორიც ისლამია. როგორ ამარცხებენ ხალხს, იგებენ ჩემპიონატებს, არიან სამეფო ტახტის მემკვიდრეები და უშუალოდ ჰაბიბისგან არიან ნაკურთხები. ეს ბევრია. ეს ყველაფერი ტვირთად ძალიან ბევრია, მაგრამ თუ ის მათ პატივისცემის მოპოვებას ცდილობდა, ეს საპირისპირო ნაბიჯი იყო. როცა ასეთი დონის ტიპებთან გაქვს საქმე, ერთადერთი რამ, რასაც ისინი პატივისცემენ, ძალაა. უნდა მიხვიდე და ეს ძალით წაართვა. იანი იმ პოზიციაში იყო, რომ გასულიყო ძალის მიერ აწაერთმია, მაგრამ ის უფრო აღიარებაზე დარდობდა და მგონია, რომ ეს უკავშირდება იმას, თუ სად ვარჯიშობს იანგარი. აი ეს დაღესტანელი ტიპები. ისინი სხვანაირად გუნდურად მოძრაობენ და არაერთხელ აჩვენეს სხვადასხვა ქუჩის ჯგუფში, რომ თუ ჯგუფური მენტალიტეტის ჩართვაა საჭირო, კარგად ვართ შეიარაღებულებიო. არ ვიცი რომელ დარბას მიეკუთვნება იანგარი. ვიცი რომ მთავარი მწვრთნელი, რომელიც წარმოდგენელი იყო, დემიან მაია გახლდათ, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს და მესმის რომ იანმა იგაიარა მომზადება. მაგრამ მისი მთავარი ასისტენტი გახლდათ ჯენტლმენი სენდფორდ MMA-დან. მაგრამ გესმით ხო? კუთხეში 2 სხვადასხვა ქვეყნის 2 სხვადასხვა მწვრთნელი უზის. და სწორედ ამ სიმბოლიზმმა მითხრა, რომ იანგარის გუნდი არ ყავს. საქმეზე თუ მიდგა, რაც იმედია რომ არ მოხდება, მაგრამ თუ მაინც მოხდა, იანმა იცის ვინ უდგას ზურგს უკან. 2 მწვრთნელი, არც ერთი მეგობარი და არც ერთი თანაგუნდელი. და არ ვიცი, იყო თუ არა ეს შიში. არ ვიცი თვალწინ ხომ არ ედგა კონორისა და ჰაბიბის ჩხუბის შემდგომი კადრები, როცა ფიქრობდა რომ ესენი ყველანი გალიაში შემოცვიდებოდნენ. მას კი გვერდით არავინ ეყოლებოდა. არ ვიცი რამდენად ახლოს ვარ სიმართლესთან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის არ იქცეოდა ისე, როგორც ახალგაზრდა კაცი, ვისაც ზურგს გუნდი უმაგრებს. ის არ იქცეოდა ისე, როგორც ახალგაზრდა კაცი, ვისაც ენაზე კბილის დაჭერა არ უწევს. ის არ იქცეოდა ისე, როგორც ახალგაზრდა კაცი, რომელიც მზად იყო სოფლიო ჩემპიონატის ქამარი ძალით წაერთმია. ის იქცეოდა ისე, როგორც ახალგაზრდა ბიჭი,
ვისაც უბრალოდ იმის უზრუნველყოფა სურს, რომ ყველაფრის დასრულების შემდეგ პოკერის თამაშს მაინც შეძლებდა და პიცაზე მიწვევას მაინც მიიღებდა. UFC 330 დასრულდა და მთავარი კითხვა ისაა, რას აკეთებდა იანგარი და საერთოდ რატომ აკეთებს ხალხი ამას. ეს ხომ შერეული საბრძოლო ხელოვნებაა. UFC-ა, ხომ ასეა? ჩვენ ერთმანეთის დანოკაუტებას ვცდილობ, ფიზიკური ზიანის მიყენებას, ყბის მოტეხვას, ორბიტალური ძვლების ჩამტვრევას, მუხლების მწყობრიდან გამოყვანას, გაგუდვით გათიშვას, ყოველი დაწყევლილი რაუნდის დასაწყისში ხელის მიტყაპუნება არაა საჭირო. ჩახუტება, პატივისცემის გამოხატვა და ეგეთი რაღაცეები არაა საჭირო. ჩხუბისას ოჯახის წევრებს არ ელაპარაკები, ხომ ასეა? ხელით გულების გამოსახვას, კოცნების გაგზავნას, თვალის ჩაკვრას და მთელ ამ ჯანდაბას არადროს აკეთებ. შენი ფოკუსი მიმართული უნდა იყოს ოპონენტზე და იმის მცდელობაზე, რომ ის გათიშო, გონება დააკარგვინო, ნებისმიერი შესაძლო გზით დაამთავრო ბრძოლა. რა თქმა უნდა, UFC 330-ზე ვსაუბრობ. ისლამ მახაჩევმა დაამარცხა იანგარი და საკმაოდ დამაჯერებელ სტილშიც გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ნერვების დაჭიმვის ზღვარზე საყურებელი ბრძოლა იყო. მან პირველად დაიცვა ქამარი ქვესაშუალო დივიზიონში. სუბუქწონაში ქამარი 4-ჯერ ჰქონდა დაცული. ასევე აქვს 17 მატჩიანი მოგებათა სერია, რაც ყველაზე გრძელი მოგებათა სერიაა UFC-ს ისტორიაში. ეს წარმოუდგენელია. აპლოდისმენტებს იმსახურებს, მაგრამ იანგარის საბრძოლო გეგმა ცოტა უკუღმართი იყო. და ეს რაღაცეები, რასაც აკეთებდა, ჩახუტება, ლაპარაკი ბრძოლის წინ, ბრძოლისას, ბრძოლის შემდეგ, ეს ყველაფერი სიგიჟე იყო. მე მომწონს იანგარი, კარგი ბიჭია, არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო, მაგრამ ეს ის სპორტია, როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვი, სადაც ოპონენტისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას ვცდილობ. აი რას ეხება ეს ყველაფერი. დიახ, მოდი ნუ შევცდებით. შერეული საბრძოლო ხელოვნებები. მე მიყვარს ეს სპორტი. შეპყრობილი ვარ ამით. ჭეშმარიტად ვარ მისით აღფრთოვანებული. და დიახ, დავიცავ მას უკანასკენ ლამოსუნხომდე. ვიტყვი, ეს მაღალტექნიკური სპორტია. სულ ამას ვამბობ, როცა ინტერვიუს ვაძლევ. აქ ლაპარაკია ოლიმპიური სპორტის სახეობების სინთეზზე. კრივი, კიკბოქსინგი, ტაიკვანდო, ძიუდო, ჭიდაობა. ყველა ოლიმპიური სპორტია. ჩვენ ამ ყველაფერს ერთდროულად ვაკეთებთ, ხომ ასეა? ამ ყველაფერს ლამაზად შეფუთავ და ისე გამოაჩენ თითქოს ცივილიზებული იყოს. და არის კიდეც, მაღალტექნიკური სპორტია. ძალიან რთულია თუნდაც ერთი ხელოვნების ათვისება. აღარაფერს ვამბობ მთელ სერიაზე, რასაც შერეული საბრძოლო ხელოვნებები ქვია. მაგრამ განზრახვა ნუ შეგვეშლება. ჩვენ მაინც ვცდილობთ ვავნოთ ჩვენს ოპონენტს. ვცდილობთ ზიანი მივაყენოთ და მწყობრიდან გამოვიყვანოთ. ახლა ხომ გესმით? შესაძლოა გინდა ხელთათმანები შეახო 5 რაუნდის ბოლოს. ეს ნორმალურია. როცა გაივლის სისხლიან და სასტიკ 4 რაუნდს, როცა ერთმანეთს სულს ამოხდით. ერთმანეთის მომავალზე ყოველგვარი დარდისა და ზრუნვის გარეშე. ეს ნორმალურია. ბოლოს, როცა რაღაც ასეთი გაქვს გამოვლილი, მე-5 რაუნდის დასაწყისში ხელთათმანებს შეახებ და ეტყვი: "კეთილი, მისმინე, ამას ვაკეთებთ. ომში მივდივართ. მოდი ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია." ეს გავს ჩემი და ანდერსონ სილვას ბრძოლის დასაწყისს. იმ ბრძოლის დასაწყისში, როცა ცენტრში გავედით, მე ვუთხარი წარმატებები. იცი რატომ ვუთხარი წარმატებები? ბრძოლაში წარმატებას კი არ უსურვებდი. იმედია მოიგებ მეთქი. გულისხმობდი? წარმატებას გისურვებ. იმედია ორიო ჩვენგანი ამის შემდეგ შინ ოჯახებში დაბრუნებას შეძლებს. შევძლებთ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებას, რადგან ის, რის გაკეთებასაც ერთმანეთისთვის ახლა ვაპირებთ, სიგიჟია. ერთმანეთს სულს ამოხდით. ორივე საავადმყოფოში აღმოჩნდით. დალურჯებული ვიყავი. ცხვირი მქონდა გატეხილი. ნაკერები მედო ყველგან. ნანახი გაქვთ ეს ბრძოლა. ნანახი გაქვთ ფოტოები. გიჟური ბრძოლა იყო. მაგრამ უთხარი წარმატებები. ეს ბრძოლამდე იყო. მაგრამ როცა ბრძოლა დაიწყო, მორჩა. ყველა კეთილი განზრახვა ფანჯრიდან გაფრინდა. ბრძოლის დროს არანაირი კეთილი განზრახვა არ მქონდა. ბრძოლის შემდეგ მხოლოდ პატივისცემა. თქვი ანდერსონ სილვა ჩემი გმირია მეთქი. მან შთამაგონა და წლები მას უყურებდი. მაგრამ ბრძოლის დროს ის ჩემი მტერია. ახლა იანგარი. ბრძოლამდე ის სიტუაცია ზაბავდა. ისლამ მახაჩევის ნაცვლად აბდულმანაპ ნურმაგამედოვზე კითხვებს პასუხობდა იმის მიუხედავად, რომ იმ კაცს არც კი შეხვედრია. ეუბნებოდა ის შენი ძალიან იამაყებდაო. ბრძოლის დაწყებამდე ხელთათმანებს ურტყამდნენ. იანგარი ამ მომენტებს ქმნიდა. მე ყოველთვის ვამბობ, როცა ვინმე ბრძოლის დაწყებამდე ხელთათმანის შეხებას ცდილობს, როცა ხელს იწვდი, ოქტაგონის მეორე მხარეს მყოფ ოპონენტს თვალებში უყურებ და თითქოს ეუბნები, ხელთათმანებს ხო ვახებთ? მათ შეიძლება გითხრან კი, შეიძლება გითხრან არა, შეიძლება გითხრან მოკეტეო, ან შეიძლება დიახო და ბახ. მარჯვენა დარტყმა მოგაყოლონ. ან ორფეხში შემოვიდნენ როგორც ხამზადში მოვიმაქნა, გონი კევინ ჰოლანდთან. ის ადამიანი, რომელიც ხელთათმანის შეხების ინიცირებას ცდილობს, ფაქტობრივად ეუბნება: "მისმინე, ცოტა დამინდე." ვიცი რომ ბევრი სისულელები ლაპარაკეთ ამ ბრძოლამდე, მაგრამ საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები ვართ. მოდი პატივი ვცეთ ერთმანეთს და ცოტა დამინდე. ეს სისუსტის ნიშანია. ყოველი რაუნდის ბოლოს იანგარი ფეხზე წამოდგომაში ეხმარებოდა. თავზე ხელს უტყაპუნებდა, ეხუტებოდა, უკანალზე ხელს ურტყამდა, ხელს ართმევდა და მესმის, რომ შიგნით დგას სპორტსმენთან, რომელიც ამჟამად ამ სპორტში სავარაუდოდ ნომერი პირველი მებრძოლია და კმაყოფილი იყო თავისი გამოსვლით. ბრძოლა არ მოუგია.
ბრძოლის შემდეგ რამდენიმე წუთი დანავაიცეუბნებოდა. იცი? მისმინე, მე პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ვარო. ბოლოს გვამდე მივიყვანე და ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით. ვამაყობ ჩემი გუნდით და ყველაფრით, რაც გავაკეთეთ. ასევე ვამაყობ იმით, რაც ამ სამყაროში გავაკეთე და ვინც გავხდი. მისმინე ძმაო, ჩვენ ვიცით, რომ შენ გქონდა შესაძლებლობა გეჩხუბა ტოპ ტიპთან, შენი დივიზიონის ჩემპიონთან და მარცხი განიცადე. და მას შეეძლო ამ ბრძოლის მოგება. ცოტა უფრო აგრესიული რომ ყოფილიყო. წინ რომ წასულიყო მეტი დარტყმა რომ განეხორციელებინა. ცოტა უფრო აგრესიული რომ ყოფილიყო და უბრალოდ ეს სისასტიკე რომ ქონოდა. თავი რომ დავანებოდ მის ფეხზე წამოყენებას, ჩახუტებას, იმის ძახილს რომ ის ასეთი დიდებულია და მთელ ამ დანარჩენს. ის აბსოლუტურად მართალია იმაში, რასაც ამბობს, მაგრამ როცა ბრძოლა იწყება, ეს სისასტიკე და აგრესია უნდა გქონდეს.